დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და ამ ვიდეოში ნახავთ თუ რა ეტაპზეა სახლი და ვასწრებთ თუ არა ახალ წლამდე, ჩავარდით თუ არა მე და დედაჩემი თონეში, რომელ ადგილზე გავედი პრაქტიკული სროლის მეორე შეჯიბრზე. იმის მიუხედავად, რომ პირველი შეჯიბრის მერე ალბათ სულ ორჯერ ვიყავი სავარჯიშოდ. და როგორი იყო პირველი ლაშქრობა ლაგოდეხის ნაკრძალში სტუდენტობის შემდეგ. მოდი ყველაფერი დავიწყოთ თავიდან. ვინც პირველად ხართ ჩემს YouTube არხზე, გეტყვით რომ მე ვარ ელენიკო, 6 წელია YouTube-ზე ჩემს ცხოვრებას გიზიარებთ და 1 წელიწადზე მეტია უკვე სახლს ვაშენებთ. მე და კოტე. რა მოიტანე? შესაფუთი მასალები გარდა რომ შევფუთოთ სახლი. რატო ფუთავთ? რო არ დააზიანოს გალესვამ ფანჯრები. გალესვა დავიწყეთ გარედან? კი. როგორც ხედავთ, ჩვენი სახლი არ გამოიყურება ისე როგორც აქამდე გამოიყურებოდა. დავიწყეთ გარელესვა და ჩვენთან არის ისევ კომპანია Sando, რომელიც არის ინოვაციური და რომლის გარეშეც ამ ახალ წლამდე კი არა, ალბათ შემდეგ ახალ წლამდეც ვერ მორჩებოდით რემონტს. ვიდეო რო დავდე ძალიან ბევრი მეკითხებოდით აპარატზე და ეს აპარატი ქირავდება კიდევაც, იყიდება კიდევაც და ამისათვის უნდა მიწეროთ Sandos და ეკონტაქტოთ და თავად კითხოთ ყველა დეტალი. თან გაგაცნობთ ამიკოს. გამარჯობა. სანამ დავიწყებთ, ახლა რო გითხრათ რა ეტაპები გავიარეთ, რომ აქამდე მოსულიყავით. პირველ რიგში ბეტონო კონტაქტი წავუსვით კედლებს, შემდგომ დავამაიაკეთ ლაზერში გავასწორეთ და დავიწყეთ აპარატით ბათქაში. რა მასალას ვიყენებთ? ცეპერი არის რითი არის გამორჩეული და რატომ ვიყენებთ ამ მასალას? ნეს გამძლეობით, თოიზოლაციით და ხმის იზოლაციით. ანუ საუკეთესო მასალას ვიყენებთ. თან ქართულს. კი, სუბუქი არის მასალა, სხვათა შორის არ არის ძიმე და ძნელად დასამუშავებელი. პირადად მე 2 წელიწადია ამ მასალაზე მუშაობ. ამ ეტაპზე ამ კედელს მორჩით, დღეს დავაცდით გაშრობას. რა თქმა უნდა, დასრულებულ შედეგსაც გაჩვენებთ. ბარსელონადანაც ჩამოვედი, არ მინახავს სახლი და ვნახოთ რა ეტაპზეა. ხედავ რა ცოტა დარჩა. შენ ხო ხერთ კვირა იყავი ბარსელონაში რა. წარმოიდგინე, Sando რო არა და აი ეს აპარატი და ეს ტექნიკა რო არა, ეხა ვიქნებოდით ალბათ მხოლოდ აი ეს ნაწილი იქნებოდა გაკეთებული რა. კედლები უკვე გაშავებული გქონდა და ეხლა მიყვარს იმ ეტაპზე რომ გავატიორდოთ. ესე ვთქვათ, ანუ ბოლო პირზე რომ მივიყვანოთ. ლესვითი სამუშაოები გავიდა ფინალში. უკვე როგორც ხედავთ, ხარაჩოებიც მოხსნილი აქვს. რადგან დაასრულა, 100% მინდა რეკომენდაცია გავუწიო. პირველ რიგში რა თქმა უნდა, მადლობა Sandos, რომ გაგვაცნო ეს ადამიანი. პირადად ბევრჯერ ვუთხარი მადლობა, მაგრამ ესე საჯაროდაც მინდა მადლობა გადავუხადო და აღნიშნო მისი ეს ძალიან კარგი და იშვიათი თვისება. სამწუხაროა, რომ ამ სფეროში განსაკუთრებით ხელოსნებში იშვიათია ამ უნარის ქონა. როდესაც პატივს ცემს სხვის შრომასაც. სხვის დროსაც და ენერგიასაც. და რას გულისხმობ ახლა ამაში? ამიტომ თავისი სურვილით ისე რომ ეს არსად არ აღნიშნოს, უბრალოდ ჩვენ ან კამერებიდან შევამჩნიეთ, ან უბრალოდ რომ მოვედით ასე დაგხვდა, ისე გააკეთა რომ წინა ხელოსნის გაფუჭებულის გამოასწორა და ამის შემდეგ ვინც მოვა, იმასაც გაუმარტივდეს თავისი ხელობა. ალბათ იტყვით ახლა რომ რა გაგიკვირდა, ყველა ეგრე უნდა იქცეოდესო და კი, მეც ვფიქრობ რომ ყველა ეგრე უნდა იქცეოდეს და ყველა ეგრე რომ იქცეოდეს, მართლა ორჯერ და სამჯერ არ მოგვიწევდა რაღაცების გაკეთება. დადგა ის დღე, როდესაც ოჯახის წევრები მართლა შეკრიბემ და როგორც იქნა თავი მოვაბით და ერთად წამოვედით დასასვენებლად. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა თავისი ოჯახით და მე ჩემი ოჯახით. ჩამოვედით თელავში, სასტუმრო კვირიაში. დილით თბილისში ისე წვიმდა, რომ ტიროდი, რომ მოდიოდი, რომ მეთქი აუზი არის და ძალიან მენანებოდა და ძალიან მიხარე, რომ ახლა ამინდი გამოვიდა. ძალიან ლამაზი ნომერი გვაქვს, ახლა შეგაჭყიტებთ მანდაც. სამი ტიპის ღვინო შევუკვეთეთ. ერთი არის თეთრი ევროპულად დაყენებული, მეორე საფერავი და მესამე ქინძმარაული. მე და კოტე გავსინჯეთ ქინძმარაული და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო არაც კი გამისინჯავს. მოგეწონა? ძალიან გემრიელი გუდის ყველია, სადაც არის ორიგინალი და კარგი გუდის ყველი. ყოველთვის სინჯავ ხოლმე და ესე ერთ-ერთი ფავორიტი. იმიტომ რომ არის სწორად მომზადებული. ძალიან გემრიელად ვივახშმეთ. ერთ-ერთი საუკეთესო ვახშამი გქონდა მთელს ოჯახს და ერთ-ერთი საუკეთესო ღვინოს გავსინჯეთ. ქვემოთ არის ასევე მარანიც და საბილიარდეს სივრცეც, გონია რომ პატარა მუზეუმიც. ძალიან ბევრი გასართობია სასტუმროშივე, გარდა იმისა რომ არის აუზი, საუნა, ბილიარდი, პინგ-პონგი, ნარდით დამხვდა სხვათა შორის მე ჩემით წამოვედი, მაგრამ ნახოთ ხვალ რა თავგადასავალი გვერის. პირველ ათეულში შედის ყველაზე რთული პროფესია. რა არ გამიკეთებია ოლიმპიადის გამარჯვებაში და ეს ყოფილა ურთულესი. ცაცხელი ძალიან. აბა რა ის? აი მე გაგაწელე და ნაცალი გაქვს. დედა დიდხანს იმაშო. ხო, არა. ზეთ კი არა, მაგათ ჩუმზე. ისტორია არ გაფოვა, მაგრამ.
მიდი ხო რაც უფრო მეც ფიქრები უფრო და ოჩო კოტე პირიქით გიჭირავს ბესო პირიქით გიჭირავს აბა მიდი ბესო რა მაგარი ხარ ოჩა ვიდები ვარ რა ძალიან ეს სკაპროგა რა ეხლა უკვე წკაპ მოხსნა პროფესიონალია დავაგემოვნოთ ღვინო ცოტა პროფესიონალურად. პირველ ეტაპზე მოდი მოვსინჯოთ ეს პირველი არომატი, ეს პირველი ცხვირი, რასაც ეძახიან და დავსუნოთ ამ ღვინოს რა არომატი მოდის. მეორე ცხვირს ეძახიან, როცა უკვე ამის ოქსიდაცია ხდება ჟანგბადთან შეურევთ, კარგად გაუხსნით და გამოიტანს უკვე სხვა არომატებს, ველოდებით შეგიძლიათ შუა და შუა სხვა სურნელი მოდის. კიდევ იმას ვშვებით და ეს შემდეგი მეორე ცხვირი უკვე ხდება ძალიან ესე არა შეიყნოს ეს და ნახე აი სხვა სუნი მოას ჩემთვის ყველაზე მაგარია ხოლმე ეს წარმოდგენა რაც ამაქვს რომ გემოს დაემთხვა და მე მინდა დავაკვირდეთ ამ გემოს განვითარებას ჩვენ პირის ღრუში ეხლა რაც შეეხება დაგემოვნებას რას გავაკეთებთ ამ ღვინოს მაქსიმალურად მოვივლებთ ყველა ღრძილებს გარშემო ესე კარგად კულტურულად და დელიკატურად და მე ისე გადავყლაპავთ რომ ყელზე კარგად მოგვესვას და მე უკვე ველოდებით ეს გემო როგორ შეიცვლება ჩვენ პირის ღრუში. კვირიას სასტუმრო თელავში იყო ფანტასტიკური ადგილი ოჯახთან ერთად დასასვენებლად. ძალიან გაგვიმართლა ამ ინდშიც ორივე დღე ისეთი მზე იყო რომ ჩემებმა აუზითად ძალიან კარგად ისიამონეს. ბორდ გეიმებითაც ძალიან კარგად გავერთეთ. ძალიან ბევრი კარგი სივრცე აქვთ ესე მეგობრებთან ერთად მოსასხდომი ვერანდები და ეზოში შესაძლებელია ოთახებშიც და ტერასებზეც. ასევე აქვთ ძალიან გემრიელი კერძები. და უნიკალური ღვინო. ყველაზე კარგიც არის მე და ჩემს მაგალითად არ გვყურს გზავრობა და თბილისიდან იყო დაახლოებით საათნახევრის გზაზე, რაც ძალიან კომფორტული აღმოჩნდა ჩვენთვის. კახეთს ისე როგორ დავტოვებდით? თუ კოტეს შობლებთან არ შემოვირბენდით და იქ არ იყო მწვადის ჭამა და კახელ ბიჭს უნდა გავყვეთ ცოლად რა. ერთი უდიდესი პლუსი აქ აიქ. კარგად, გვიყვარხართ. ერთი პლუსი დრედების დაშლას აქვს ის, რომ ქუდები მიხდება. ადრე არ მიხდებოდა, თან საშინლად არ მიხდებოდა. დღეს მივდივარ სასროლად, ძალიან დიდი ხანი არ მივარჯიში, არა და სექტემბრის ბოლოს შეჯიბრია და წესით გამოვდივარ ამ შეჯიბრზე, რა ვიცი. დღეს ბოლო დღეა დარეგისტრირების და შევხედავ ღირსი ვარ თუ არა რომ დავრეგისტრირდე და გავიდე. თუ გამრომიკბინა ეშარვალი მაშინ გაიხა და დედაჩემმა კი მითხრა რომ გაგიკეთებ ისე რომ არ შეეტყობაო და დარწმუნებული ვარ რომ ისე გააკეთეს მართლა რომ არ შეეტყობა ჩემი საყვარელი შარვალია, მაგრამ მე ვარ სულ სწრაფი. და ეხლა ამ შარვალს გადავჭრი შორტად. და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ რომ კარგად არ გადავჭრი, დარწმუნებული ვარ რომ შეიძლება ისე არ მომეწონოს რომ საერთოდ აღარ ჩავიცვა, მაგრამ მე მაინც გადავჭრი. და რა თქმა უნდა 100 ჯერ არ გავზომავ და ერთხელ არ გავჭრი, პირდაპირ გავჭრი. და ვინანებ? რა თქმა უნდა ვინანებ, აბა რას ვიზავ. დედაჩემი ძალიან კარგად კერავს და იმდენად ფრთხილია, თან ლოცულობს გამოჭრის დროს. კარგ სურვილებს ატანს რა მაკრატელს ძალიან საყვარელია მოკლედ. და აბა მე პირდაპირ წავალ თუ არა ახლა ამ შორტით? არ ვიცი. მერიდება. შემომებრდღნა იცით. აი ახლა სხვა შარვალი გადავჭრათ. მოვედი. ამოვალაგოთ ახლა ჩანთა. ჯერ გავშალოთ ხამაკი. ელი მიცის ძალიან კარგი ნასკვი, რომელსაც ვერაზრს ვერ ვიმახსოვრებ და ახლა იქნება თქვენთვისაც ტუტორიალი. ერთი დავაკეთეთ ესე. გავაკეთეთ აი ესე, აი. ანუ ერთ მხარეს ერთი მიმართულებით ხარდეს, მეორე მხარეს მეორე. გასაგებია და ესე რომ მოკაჩავ. აღარ მიდის რა. ჰამაკი გვაქვს. ეს ერთი ჩავსვით. იარაღი მზად. პენსიას წინა შეჯიბრზე ქონა ფსონი დადებული რომ სადღაც საპრიზოზე გავიდოდი და ეხა დებს ფსონს რომ სადღაც ბოლოდან მეორეზე გავალ. ბოლოდან მეორეზე არა, ზემოდან მეორეზე. თქვი. არა, ბოლოდან მეორეზე არა, უეჭველი საპრიზოზე უნდა გახვიდე. არ ვარ მზად შეჯიბრისთვის, რომელიც არის თვის ბოლოს. დათქა? კი.
დაგიბრუნდით ნისლიანი უდაბნოდან. ამჯერადაც ვიმყოფები სროლის შეჯიბრზე. ისევ არის 2 დღიანი. მეტესით ხვალვისრი არის საშინელი ამინდი. არის 5 სხვადასხვა სტეიჯი. ძალიან საინტერესო 5-ვე. ვეცდები რომ ყველგან შეგაჭყიტოთ. მე ვარ შემოპარული, ვიმახსოვრებ ყველაფერს. იმედი მაქვს დღევანდელი ინფორმაციები გამომადგება. მინდა გაგაცნოთ კინგა, რომელიც 11 წელია უკვე აქ არის. ამუშავებს რესტორანსაც, სასტუმროსაც, კოტეჯებსაც, ეს წინა ვიდეოშიც მოგიყევით. მე ტურისტი მარტო ვიხო. და აქ შეხვედრე ჩემი ქმარი. ეს ჩემი შვილია, გიორგი რომელიც ქართულად ლაპარაკობს. მე მინდოდა ერთი ხამე აქ ვიხოს, მაგრამ კიდე ერთი ხამე. ერთი თვის მერე დავრუნდი, ერთი თვის მერე ჩვენი გოგო უკვე აგიხო. რამე თვის მერე ეს გიორგი. როცა აქ მოვედი, ეს იყო ბოლო. ჩვენთვის არ არის მარტო რესტორანი, ჩვენთვის არის ოჯახი, ცხოვრება, როგორც ახლა ხო? და ჩვენი მზარეულები, ეს არის ჩემი ოჯახი. ნარდი მეთამაშეთ რა ვინმე რა. რასაც იზიახდა იმას აგორებდა. ანუ ერთხელ კი არ იყო, ანუ სისტემური სახე ქონდა მიცემული ყველაფერი. სტრატეგია რა იყო, იცი? პირველი ხელი წავაგე, რომ მოჩვენებოდა რომ ბანძი მოთამაშე ვიყავი და მე იმენა 5-1. ისეთი ნისლია, რომ რამდენიმე სტეიჯი არის ცოტა ხნით დაპაუზებული, იმიტომ რომ სამიზნეები და გონგები არ ჩანს. მაგრამ აი ესეთი პატარა CQB სტეიჯები ჯერჯერობით მოქმედია. გამარჯობა, მე მქვია ლუკა. საფეხურს ვიწყებთ აქედან, შაშხანა გვიდევს აი აქ. ესეთ მდგომარეობაში იქნება გაიხსნება. ამოწევთ, ფოტო დაგხვდებათ. ფულის დაგხვდებათ, მაგრამ ნამდვილი არ არის, აზრია და აქ. Başı. აქ უნდა შეყოვო ეს. გეტყვისად არ შეყო. ამის მერე გადმოვდივართ აქეთ. თავარი არის, როცა ვისვრით, ლულა არის გარეთ. ანუ ამაში გაყოფილი არ არის და რა თქმა უნდა ჩამოდებაც არ შეგვიძლია. ხოხტა. ეგარი. ხოხტა. ეგარი. ხოხტა. გავიარე ყველა საფეხური. ახლა ველოდებით როდის მორჩებიან და მე უკვე დაველოდებით შეგებს. ვფიქრობ რომ ის შეცდომები არ უნდა დამეშორაც დავუშვი, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილებაა და ძალიან მიყვარს და ძალიან მიხარია რომ უარს არ ვამბობ ხოლმე და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა მონაწილეს, ყველა ორგანიზატორს, რომ ასეთი შესაძლებლობა მოგცეს და ასეთი კარგად დააორგანიზოს ყველაფერი. ფოქსი მესამე ადგილიდან გადავედით მეორეზე, მერე გადავდივართ პირველზე და მერე საჯებში როგორც თქვით. საბოლოო ჯამში დიდი შეჯიბრი გამოგვივიდა, 92-13 მონაწილე ყავდა. ფოქსიკა გავიდა ისევ საპრიზოზე და აბაშენიცი წარმატებები. დღეს ესე არსაიდან თაკოს და თორნიკეს ინიციატივით აღმოჩნდით ლაგოდეხის ნაკრძალში. საუკუნეა მსგავს გასვლაზე არ ყოფილვართ, ლაშქრობას ვერ დავარქმევ ამას ახლა. მაგრამ ბუნებასთან სიახლოვის დღე გვაქვს. როგორი მოლოდინებით ხართ თაკო თუ შეიძლება რომ გითხრათ, რამდენ ხანში ჩავალთ და მოგეწონებათ თუ არა? ბილიკზე გაკეთებული წარწერა გვამცნობს, რომ საათი 40 წუთი სჭირდება ჩანჩქერამდე მისასვლელად. ფიქრობ, ჩვენც ამ დროში შევძლებთ აღნიშნული კილომეტრაჟის დააფარვას. მგონია ძალიან ლამაზი იქნება შემოდგომის ნაკრძალი და თან არასდროს ყოფილო რაკეთს და მგონია რომ ამაზე კარგად კვირა დღეს ვერსად ვერ გავატარებ. ჯერ ნახევარსაათია მოდივართ, მაგრამ უკვე ძალიან ლამაზი სანახაობაა. ჩამოვსხედით ახლა აქ ცოტა ხნით. კოტეს აზრით 2000 რომელიღაცა წელს რო იყო, მდინარე იყო გადასალახი და გვამზადებს იმისთვის რომ დავსოლდებით. ზუსტად საათი და 50 წუთში მოვედით ჩანჩქერამდე. გულწრფელად ცოტა უფრო დიდი და გრანდიოზული მეგონა, მაგრამ ლამაზია. რეალურად გზა უფრო ლამაზია და უფრო სანახაობრივია, ვიდრე აი აქაურობა.
თუ დიდი ხანია ლაშქრობებში არ ყოფილხარ და თუ არ ხარ მიჩვეული რთულ გზებს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა, რაც კი შეიძლება ერთდღიან ლაშქრობაში დაფარო. ეხლა რომ ჩავალთ, მანქანაში სუბრას გავშლით და აი ეს პატარ-პატარა დეტალები აუსებს თლიან თავგადასავალს და დღეს და მოგონებას ზუსტად ეგ ქმნის და არა მაინც და მაინც დანიშნულების ადგილი, რომელიც უბრალოდ ჩანჩქერია. 1:20 წუთში ჩამოვედით და ახლა რა თქმა უნდა ტრადიციულად ესეთი გასვლები სრულდება ერთჯერადი სუპებით. ზოგადად ესე პროფესიონალი იუთუბერებისგან მე ძალიან ხშირად ვიღებ ხოლმე რჩევებს და ბოლოს რომ მქონდა გასაუბრება ერთ-ერთთან, მთხოვა და მირჩია რომ ესე აბდაუბდათ, ნუ მიედმოედებიო ამ შენ ვლოგებშიო, სხვადასხვა ამბებსო და ეცადეო რომ ერთიანად შეკრავ ამბავიო, ან ერთ რაღაცაზე ისაუბრო, ან მეორეზე. ეს მოკლედ რომ მოგიყვეთ შინაარსით, თორე ბევრად მეტი რჩევა მომცა და რა თქმა უნდა ცდილობ ხოლმე რომ გავითვალისწინო, მაგრამ მე სულ მაქვს ხოლმე არგუმენტი რომ ჩემი ცხოვრება არის ასეთი მრავალფეროვანი. დღეს თუ ლაგოდეხში ვარ, გუშინ წალკაში ვიყავი, იმის წინ რემონტში ვიყავი და რაც ხდება, იმას ვიღებ ხოლმე რა და ხო არ გადაგიმონტაჟებთ თქვენ რომ მარტო რემონტს ხო არ დავდე. ან მარტო რემონტის დადება და ცალკე ამ ჩემი ცხოვრებისეული კადრების დადება არ მინდა, იმიტომ რომ თვეში რაც ხდება, იმას გიზიარებთ ხო და თაკომ ჩემი თქმის გარეშე ზუსტად ეგ თქვა. ხო, მე მომწონს ეგ, იმიტომ რომ მეც ეგეთი ტიპი ვარ ალბათ, ბევრ რაღაცაში რო ვარ, ეს მსიამოვნებს, ანუ რემონტის ის ნაწილი რა დოზითაც გაქვს მომწონს და რაც ეხლა რემონტი ესე დიდად არ მაინტერესებს, მაგრამ რა დოზითაც მაწვდე ინფორმაციაზე, სახალისო გზა იქნება, რაღაცა პლეისმენტი იქნება, არაფერი არ მაღიზიანებს, პირიქით რაღაც ახალს უყურებ და ვსწავლობ. აი იმ პატარა მონაკვეთებს არ ვახვევ. ეგეც მომწონს, რომ დღეს რემონტში ხარ და ხვალ ყაზბეგში ხარ და ზეგ სადღაც სხვაგან ხარ და ასე შემდეგ და ჩემთვის ეგ არის ცხოვრება რა და თუ მაძლევ თვის ვლოგში ეგ მაინტერესებს, მარტო ერთი კონკრეტული რაღაც არა. ხო და თქვენი აზრიც მაინტერესებს, დამიწერეთ კომენტარებში, თქვენ თუ მოგწონთ ჩემი აჯაფსანდალი ვლოგები, სადაც ყველაფერი არის ერთად გაერთიანებული, როგორც ჩემს ცხოვრებაში ხდება ხოლმე. იქით რემონტი, აქეთ მოგზაურობები, იქით ყოველდღიური ამბები და ძალიან გამიხარდება თქვენი აზრის მოსმენაც. ასევე ძალიან ხშირად ვაკვირდები ხოლმე და ვეკითხები ხოლმე ადამიანებს, ვინც მიწერს ხოლმე, რომ აი ძალიან მიყვარს შენი ძველი ვლოგები და ხშირად ვუყურებ ხოლმე ისევ ძველებს და მაინტერესებს ძველებს რატო უყურებთ ხოლმე და ახლებს რატო აღარ. ხარდება თუ არ დაგეზარებათ და გამიზიარებთ, რა ნაწილი მოგწონთ ხოლმე ჩემ ვლოგებში, რა ნაწილები არ მოგწონთ და ახვევთ ხოლმე და ასე შემდეგ. ასევე შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, თუ მიყურებთ და აქამდე თუ მოხვედით, გამიხარდება თუ არხი გამოწერილი გექნებათ. ალბათ ბარსელონიდან რაც ჩამოვედი 2 კვირის მანძილზე პირველად დავჯექი. არ წუწუნებ მართლა, ძალიან მადლიერი ვარ და რაღაცნაირად ეს თვერო ძალიან მძიმე იყო ფინანსურად და ძალიან ბევრი ხარჯი და გასავალი რო გქონდა მართლა დამეცა ეს შეკვეთები და ძალიან მადლიერი ვარ. ძალიან რთული პერიოდები რომ მაქვს ხოლმე, ხშირად მithქვამს ვლოგში უბრალოდ მე ვჭრი ხოლმე. იმიტომ რომ არ მინდა ხოლმე რომ დაგასევდიანოთ და მით უმეტეს ჩემები რო უყურებენ ხოლმე არ მინდა რომ მათზე ემოციურად ამან იმოქმედოს, მაგრამ აქ მინდა რომ ჩავსვა. როდესაც რემონტის პერიოდში რაღაც ცუდი ან რთული პერიოდი მაქვს ხოლმე, პირველი ვისაც ნატრულობ ხოლმე არის ბაბუა. არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ მომიგვარებდა და მით უმეტეს მაგ სფეროში, რასაც მშენებლობა და რემონტი ქვია და მგონია რომ ბევრი რაღაცა იქნებოდა ცოტა სხვანაირად. ცოცხალი რომ ყოფილიყო. აი ამ 2 კვირის დაღლის ცრემლებია ეს. იმის მიუხედავად რომ რემონტი არის საშინლად სტრესული და იმის მიუხედავად რომ ყველა ხელოსანი რაღაცნაირად გაწამებს ამ პროცესის დროს. ამ ბოლო დროს მართლა ერთმანეთზე უკეთესი ხელოსნები შეგვხვდნენ, რომლებიც მართლა თავის საქმეს ძალიან პასუხისმგებლობით აკეთებდნენ და ლესვაზე ამიკო ყავს, რომელიც მართლა ანგელოსად მოგვევლინა. უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთის და რატო მოვაყოლე ხა ბაბუას. შეიძლება ესე ფიზიკურად ჩემთან არ არის ამ წამს, მაგრამ ესე მიქსავნის ხოლმე კარგ ხელოსნებს, რომ ნაკლები სანერვილო მქონდეს. აი მე ძალიან ბევრ ტირილს ამოვჭრი აქედან. ხო და ეხა გაიქეცით და ჩაეხოდეთ თქვენს ბებია ბაბუებს. რას ამბობდი? ორი რაღაცა ვერ შევასრულეთ, რაც გვინდოდა რომ გაგვიკეთებინა და თუ შეიძლება რომ ამაზე კომენტარი გავაკეთოთ. ერთი არის მისაღებში ეპოქსიდური იატაკი. დიახ.
და მეორე არის მიუნხენი, რომელიც გვინდოდა და ცოტა ხნით გადაიდო, გაუქმებულია. საავადმყოფოდ სულ გაუქმდა რა. მოგეთ ნახეთ, სახს ხო ხედავთ ეხა ყველა რა. ხოლო ამ ნაწილს ხედავთ ჩვენც. მაგიტომ მაგისი მოპირკეთება, ესე ვთქვათ, გინ მიუნხენი იქნებათ ნებისმიერ რამე, იქნებოდა ზედმეტად დიდი ხარჯი. დიდი ხარჯი კი არა, არ არსებული ხარჯი, რომელიც ჯერ არ გაგვაჩნია და ხო, ანუ აზრი არ ქონდა, რომ სხვა რაღაცაზე მოგვეკლოდა, ეგ გაგვეკეთებინა, ანუ სხვა რაღაცა რომ სხვა რაღაცაზე მოკლებას რას გულისხმობს? აი სამზარეულო რო არ გქონოდა საერთოდ. მისაღების იატაკზე რა სიტყვით რატომ არ გავაკეთეთ ეპოქსიდური იატაკი და ფილა რატო გადაწყვდა მაინც? თავიდან ორივე ფიქრობდით, რომ ბიუჯეტში უფრო იაფი იქნებოდა, ან მინიმუმ იგივე რაც ფილა, მაგრამ მე როგორც აღმოჩნდა, ჩვენ გვაქვს მშრალი მოჭიმული იატაკი და ეს არ აძლევს საშუალებას თვითწორებად იატაკს, რომ მყარად დაეგოს. ჯერ ეს მშრალი იატაკი უნდა გამაგრდეს, ესე ვთქვათ, ერთი ფენა მაგას უნდა დავადოთ და მერე უნდა დავადოთ ის თვითწორებად იატაკი, რომელიც ვიზუალურად მოგწონს. შესაბამისად, გაორმაგდა ხარჯი. რაღაცა ფილა თუ მაგათაც რა ვქვა კვადრატული გვიждდება 100 ლარი, ვთქვათ 100, 120 ლარი. მაქსიმუმ ხელობიანად ვამბობ, წებოცემენტიან ფილიანად. გასამაგდა იმისი ფასი. მე რომ მაგ გასამაგებულზეც გვეუბნებია რომ დასკდებაო. რაღაც რო გაგივარდეს პირობითად, რა მძიმე კუთხეზე რო დაეცეს და გატყდეს რა. ერთ ფილას გამოცვლი. იმ ფილას სულ ამოიღებ, წებოცემენტიანად ამოფხიკავ, ახალს გადავასამ, ახალს ფილას ჩასვამ და ამას ვერაფერს არ უშევი რა. იმას რო ვანგრევ, პროსტა რო იმას ხوار გადაიღებ, როგორი მყარია. ამიკომ მაგარი მყარიაო, სანდოს მასალაო, ვერც ვანგრევ, რაღაც მომენტში მონგრევა უწიათ რომ გაესწორებინა. ხმარად მინდა აბაზანაში ელექტროობას რო ვაკეთებდი. გავასანგრევ. დღე ვანგრევდი, ერთი კაბელი მქონდა ჩასასმელი შიგნით. პერფერატორი ძლივს ამოვანგრიე თხელი ზოლი კაფელის. ბეტონზე მყარია მე მგონი ეს რაღაც. აი, ახლა დავშვიდობოთ ჩვენ მაყურებელს. მადლობა ვინც ამ ეპიზოდსაც უყურეთ. უკვე მე რამდენი ეპიზოდი დავდეთ სახზე. მე 14. რა იცი. პროსტა. ასე გამოდის რომ მეორე წელია უკვე სახლის ეპიზოდებს უზიარებთ. მე ვთქვა გინდა? აიდი. ასე გამოდის რომ უკვე მეორე წელია სახლის ეპიზოდებს უზიარებთ. ჩვენს მაყურებლებს. აი, შეჩეგეშალა. შენს მაყურებლებს კი მე და შენ ჩვენს. ჩვენია. ასე გამოდის რომ უკვე მეორე წელია უზიარებთ სახლის ეპიზოდებს ჩვენ მაყურებელს. საერთოდ სამი. კი. ბატონო გახა. ალა ვერ თქვენთან ვარ. იმედი მაქვს ახალი წლიდან უკვე სახლიდან შემოგთავაზებთ და არა გარედან, უკვე გარემონტებულიდან. ახალი წლიდან რომ ამ ახალი წლიდან დაგემშვიდობებით. მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ, არ დაგავიწყეთ ჩვენი არხის გამოწერა. კოცნით ბევრს მიყვარხართ. კარგად.